მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ახალს და გადაცემა 20 წუთი. დღეს ჩვენ 20 წუთს გავატარებთ პარლამენტართან, პარტია საქართველოს წარმომადგენელთან სოფო ხორგუანთან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი მადლობა სოფო, რომ მოხვედით ჩვენთან. ძალიან ბევრი თემაა სასაუბრო, თუმცა 20 წუთი არც ისე ბევრი დროა და ამიტომ მინდა რომ ისეთ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც სამწუხაროდ მიჩქმალულია და ყურადღების მიღმა რჩება. პირველ რიგში ჩემი დღევანდელი დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ თქვენ მოიარეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ქვემოთ და ზემოთ, ხო? მუნიციპალიტეტებში ძალიან ბევრი პრობლემებია. და ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, როდესაც მუნიციპალიტეტიდან ბიუჯეტში აუთვისებელი თანხები ბრუნდება. თქვენ რა დაინახეთ? აი, რატომ ბრუნდება ეს თანხები? რისი ბრალია? არ იცნობს მუნიციპალიტეტი საკუთარი ხალხის პრობლემებს, არ აქვთ მათ ხალხთან შეხება და კომუნიკაცია. თუ აი როგორ უნდა დაბრუნდეს თანხები, როდესაც რაიონებში თუნდაც ტრანსპორტი არ არის და ძალიან ბევრი სოფელი 21 საუკუნეში ნატრობს, რომ თუნდაც კვირაში ორჯერ დადიოდეს მათთან ავტობუსი. აი რა ნახეთ თქვენ, რომელი მუნიციპალიტეტები მოიარეთ და ყველაზე მეტად რა ძირეული პრობლემები გამოიკვეთა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, ხსენელს, ვინც თქვენს არხს უყურებს, მოგესალმები მოქალაქეებს. მოდით პირდაპირ ვიტყვი, ყველა მმართველობა, რაც ისე ვთქვათ, შევისწავლე, ეს სახელმწიფო აუდიტორის დასკვნების საფუძველზე დავიწყე შესწავლა იმ გამოკვეთილი პრობლემების და იმ რეკომენდაციების, რომელიც ჰქონდა სახელმწიფო აუდიტორს გაკეთებული სხვადასხვა უწყებების მიმართ და ძირითადად მე მაინც დავიწყე თავიდან მუნიციპალიტეტების შესაბამისობის დასკვნები შევისწავლე და მე უკვე მოქალაქეების მომართვის საფუძველზე 7 მუნიციპალიტეტში მერებისთვის მაქვს გაგზავნილი კითხვა, ოფიციალური კითხვები. დედოფლისწყარო, ხულო, ადიგენი, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, მოკლედ სხვადასხვა მიმართულებით დავიწყე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მერები უკვე მესამე და ზოგადად მესამე ვადით და ხშირ შემთხვევაში მეორე ვადით არიან არჩეულები. აუდიტორის შეფასებებიდან და რეკომენდაციებიდან რა გაითვალისწინეთ? იქ კონკრეტულ დანაშაულებზე საუბარი. ეს მე მოგიყვებით, აი რის საფუძველზე დავიწყე სიარული და ეს დოკუმენტებს რო ამბობენ ხოლმე, აი მოქალაქეები ამბობენ ამას, რატო ამბობ დოკუმენტების სადელისო. ამის უკან, ყველაფრის უკან არის დოკუმენტები არა ჩემი შესწავლილი, არამედ სახელმწიფო აუდიტორის შესწავლილი. ეს პირველი. ეხლა რაც შეეხება თვითონ სხვა კონკრეტულ ამბებს, რომელიც მოქალაქეებისგან მაქვს, რა თქმა უნდა, ეხლა მაგალითად ერთი კონკრეტული შემიძლია პირდაპირ გითხრათ, აი კახეთში ველის ციხეში მოქალაქეებმა მომართეს, რომ აი რაღაც ამდენი წელია ველოდებით რაღაც რეაბილიტაციას, ხელ შეკრულებებიც გაგვაფორმებინეს, რომ დავთანხმდით, რომ სახლების რეაბილიტაცია განხორციელებულიყო, გადათხარეს გზები და დატოვეს ყველაფერი ესე. მე ნახე დავძებნე დოკუმენტები და ყველაფერი დევს ახლა ეგ შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, რომ 22 წლიდან დღემდე გადახდილია თითქმის 22 მილიონი და არანაირი რეაბილიტაცია იქ არ განხორციელებულა. რაღაცები ამოთხარეს, რაღაცები რაღაცა როგორ ხდება ხო? ხო, როგორ ხდება და ყველა საინტერესო ის რომ ხელფასებიც არ გადაუხადეს. ძლივს მივაგენი ქვე კონტრაქტორს, ვინც შემსრულებელი არის აი ამ დავალებების. მოკლედ ძალიან საინტერესო მთლიანად მოდი გეტყვი, ყველაზე მთავარი პრობლემა რაც არის, ის რომ ეხლა თქვი რომ გზა არ არის, წყალი არ არის, ან ტრანსპორტი არ არის, გზა არ არის, წყალი არ არის, იქ სადაც რეაბილიტაცია განხორციელებული 300 მილიონზე მეტია დახარჯული ქვეყნის მასშტაბით წყლის სისტემების მოგვარებაზე და რეალურად ყველგან პრობლემაა. ეხლა შილდიში ვიყავი 26 მაისს გმირების მემორიალთან და შემდეგ სოფელშიც მანამდე მომართე სოფელებმა რომ ჩვენთან ჩამოდიო და ბევრს პირდაპირ ინფორმაცია რომ ან წყლის გაყვანილობა თუ რაღაცა ჭაბურღილები რაღაცები გააკეთეს და მიუხედავად ამისა 2 დღეში ერთხელ აქვთ ხოლმე გრაფიკით ეს წყალი და მე უამრავი სხვადასხვა სოფლიდან და დაბიდან წერე რომ წყალი პრაქტიკულად
პრობლემაა ყველგან. წყლის ქვეყანა. აი წყლის ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ხართ უდაბნოში, ხო? ეს ხო არ არის ისრაელი, ეს ხო არ არის რა ვიცი საუდის არაბეთი, საქართველოა. წყლის ქვეყანა ვართ, აი ყველგან წყალია, ხო? პრობლემა კი არა, მართლა ისე ქვეყანა ვართ, რომ ძალიან დაბალი ტარიფი უნდა იყოს წყალზე. კი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მან, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო და იცით რა არის, როდესაც აი ამ მეც ვფიქრობ, რომ აი ეს ფულს რო იპარავს ყველა, აი მარტვილში იქაც დაახლოებით 30 მილიონიანი პროექტი იყო და დღემდე ბოლომდე მიყვანილი არ აქვს და მე კიდევ ორჯერ სხვადასხვა ტენდერი რომ გზა მაინც დააყო, იმიტომ რომ შეწუხდა ხალხის გზა რომ გადათხარით და დატოვეს ესე. ხა გზას აგებენ ფაცხა-ფუცხით სასწრაფოდ. და ასეთი შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ, აი მაგალითად სადღაც რომელიღაცა მუნიციპალიტეტში რაღაცა სიპი ფურცელს რო არსებობს, ერთი ადამიანი 700.000-ია წელიწადში დახარჯული. ერთ ადამიანმა ეს 700.000 მარტო ხარ დახარჯა. მარტო ხარ დახარჯა. რო არ არსებობს და გამდერო ეს რო არ არსებობს, ის რომ ამბულატორია არ არის, ის რომ რეანიმობილი არ არის, გაზი რო არ არის დღემდე, გაზი ფიცრება ლეჩხუმში. იცით რომ ლეჩხუმში დღემდე არ არის გაზი ფიცრება. სოფლებზე არ ვიყავ ცაგერში, ლეჩხუმში, ხო? ცაგერში დღესაც არ არის გაზი ფიცრება. რეანიმობილი რო არ არის ეს გასაგებია, საავადმყოფოს არ ემონტებენ, ვერ დაამთავრეს. ასეთ საკითხებზე, აი ესეთი უამრავი შემილია, აი დამითხარით რომელ რეგიონში გაინტერესებთ და გეტყვი რომელ რეგიონში სადვის რა უჭირს, მაგრამ აი რომ მეკითხები რა საიდან რა დასკვნა შემიძლია გავაკეთო აქედან ორი. ერთი ის რომ ესე იგი რაც ამ ქვეყანას მართველი ყოლია და რაც აი ამ ვაი მართველებს ფული მოუპარავთ ეს ფული საქართველოს ხალხს რომ მოხმარებოდა და ქვეყანას და სახელმწიფოს რომ მოხმარებოდა, პოლონეთის დონეზე მაინც ვიქნებოდა, გერმანიის და შვეიცარიის დონეზე არა, მაგრამ პოლონეთის დონეზე მაინც ვიცხოვრებდით. ის დამოკიდებულება მაგალითად რომ აი თან ძალიან საინტერესოა რომ აბაო სოფელში და რეგიონში უნდა სულად ცხოვრობდეს ხალხი, რატომ უნდა ცხოვრობდეს? აი არ ვიცი ხო დადია ხო უყართ ამ ევროპებში სიარული. იქაც ხო ხედავ რა, აი განსხვავება რა არის? რომში ხარ თუ პალერმოში ხარ, განსხვავებას ხო ვერ ხედავ. თბილისში ხარ თუ ოზურგეთში ხარ, ესეთი სხვაობა უნდა იყოს. თბილისში ხარ თუ ცაგერში ხარ, ასეთი სხვაობა უნდა იყოს. არ გვინდა პალერმო, აი პოლონეთში, ვარშავაში ხარ თუ პოზნანში ხარ, ეგეთი ასეთი სხვაობა ხო არ არის? სოფლებში რო დადიხარ, მთის სოფლებში მაგალითად, რა მთის სოფლები არ არის, იტალიაშიც არ არის, შვეიცარიაში გაზი არ აქვს, გათბობა არ აქვს, გზა არ აქვს, წყალი არ აქვს. მაგრამ ეს ერთი რომ დამოკიდებულება, ანუ ყველა იპარავდა და ყოველთვის იპარავდა და აი იპარავს იცი როგორ იყო მაგალითად შევარდნაძის დროს ეს კორუფცია იყო რაღაც ესე ტოტალური და ქვედა დონეზე უფრო, მე სააკაშვილის დროს ქონდა ელიტური კორუფცია, როცა რაღაცა ზევით 5-6 კაცი ანაწილებდა თელ ფულს. შევარდნაძის დროს კორუფცია იყო ბიუჯეტამდე, სააკაშვილის დროს უკვე ბიუჯეტი უსწრებოდა, მაგრამ მე ბიუჯეტს განკარგავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც მას წარმოედგინა ისე, ანუ ელიტური კორუფცია იყო და ახლა გვაქვს ამის რაღაცა ნაერთი, ნაჯვარი, ელიტური კორუფცია, ოღონდ ელიტაში ითვლება არა მხოლოდ მინისტრი ან მისი ოჯახის წევრი, არამედ სადღაც რომელიღაცა სიფში, რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე სიფში, რომელიმე განყოფილების უფროსი წელდად ითვლება. ანუ იპარავენ ტოტალურად, აი რაღაც აი გული, როგორ გითხრათ რა, ან და როგორც მახსოვს ქართული ოცნება ზუსტად მაგდაპირებით მოვიდა, რომ ეს მანტერი მხარეები აღარ იქნება. აი ეს ერთი დასკვნა ის რომ მოპარვის აი წარმოუდგენელი მასშტაბები გვაქვს და მეორე დასკვნა შემიძლია გითხრა რატომ ხდება ეს ადამიანები საკუთარ თავს არ თვლიან ანგარიშვალდებულად ხალხის წინაშე. ნახე როგორი ამბავია რომ აი რომ მეკითხებია რომ გაიცნობა როგორი კარგი ადამიანები არიან რომ თითქოს აი არჩევნების წინ ესე უყურებამდე პირდებიან ასე რაღაცა მე სკამებზე რომ დასხდებიან რა ემართებათო და გეტყვით რა ემართებათ იმ სკამებზე დასხდებიან არა იმიტომ რომ მათ ეს დაიმსახურეს თავიანთი საქციელი თავიანთი საქმიანობით თავიანთი პოლიტიკური ასე ვთქვათ შრომით ან ხალხის პირდაპირ მხარდაჭერით არა პარტიის ბოსებმა სადღაც დასვეს. აი ამას უყურებ. ეს ადამიანები საკუთარ თავს ანგარიშვალდებულად ხალხის წინაშე არ ვცნობენ. თავარია იქ პარტიის თავში, ვინც არის თავმჯდომარე ან დაახლოებული პირები, იმასთან იყო ახლოს, მზესთან იყო ახლოს და იმასთან დაალაგდე, იმან დაგაფასოს
ის დაგვსვავს მერე სადმე, ან აქ გამგებლად, ან სადმე სამინისტროში, ან სადმე სიფში. ამიტომ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა ამ ადამიანებს არ აქვს. თორემ მართლა მესმოდეთ, რომ ხალხის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული, აი მერს, მესამე ვადით რო არის არჩეული, გააზრებული რო ქონოდა, რომ ხალხი უნდა ყავდეს კმაყოფილი და ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, მაშინ გააკეთებდა საქმეს. მაგრამ მან იცის, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აქ თბილისში დედაქალაქში პარტია, მართველი პარტიის უფროსობასთან იყოს კარგად. სოფო, ხომ არ ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში თვითონ ამომრჩეველიც არის დამნაშავე? ეხლა თქვი, რომ ვერ გძნობს, რომ ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული. თვითონ ხალხი თუ ითხოვს ამას, მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, რომ ჩვენ, როდესაც მოქალაქეები ვიქნებით მომთხოვნები, ჩვენ უნდა მათ ყოველთვის შევახსენოთ, რომ ისინი არიან დროებით ჩვენს მიერ დაქირავებული ჩინოვნიკები, ხო? დროებით. თბილისში ცოტა პასიურობა არის ამ მხრივ, ხო? აშკარად ჩვენ გურჩენია Facebook-ზე დავპოსტოთ რაღაცა, ვიდრე მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის. აი რაიონებში და რეგიონებში როგორ არის? სთხოვს თუ არა ხალხი? აი ხა გეტყვით ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მითხრა ერთმა მოქალაქემ. აი გან არ ვიბრძოლეო, აი იქ დავწერე, აქ დავწერე, იმას მიმართე, ამას მიმართე, ამას. ისეთ პასუხებს ცემენო და ისე მეკცევიანო, ყოველ ჯერზე თავი დამცირებლად ვიგრძენიო. ამიტომ მოქალაქეებს იმაზე მეც ვერ მოვთხოვ, რაც შეიძლება მოვთხოვო. აქტიურობს ხალხი, ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ როდესაც გზა არა გაქვს, წყალი არა გაქვს, აბრაშვები, მიდიხარ და ითხოვ. მაგრამ დაყრუდა და დაბრმავდა და არ აინტერესებს და რა გააკეთოს ახლა იმ მოქალაქემაც. ეხა რამდენიმე შემთხვევა მქონდა ესეთი, რომ აი 24 წლის არჩევნების წინ ამოვიდნენ ოცნების რაღაცა ეწოდებული რაღაც რო დაარქვეს დელეგატი დეპუტატები და შეგვყარეს ხალხი დაგვპირდენო და ჩვენც კაი დავპირდითო, კაი მოგცემთო ხმასო და მოვტყუდითო. რამდენჯერ უნდა მოვტყუდეთ მეთქი, მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით რა არის, რომ აი ეს დამოკიდებულება, რომ ხალხს უნდა მოვთხოვო უფრო მეტი ბრძოლა, იცი შეიძლება ვისურვო ჩემთვის, მაგრამ ვერ ვიქნები ხალხზე გაბრაზებული. ავტოკრატული რეჟიმის პირობებში, როდესაც სამართლის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, ახლა რასაც უყურებთ, რომ დაზარალებული ბიჭის ახლობლები როგორ ითხოვენ, რომ ჩვენ თვითონ ან მამის ახლა მადლობა უნდა მოახდევინონ იმ ბიჭს, ესეთ დონემდე მივედით, ხო, გორის გულისხმობ, რომ ახლა მას მე მინახავს ეს უამრავჯერ მინახავს, როცა რეჟიმია, მაშინ მოქალაქეებს ეშინიათ საუბარი თავიანთ პრობლემებზე. ამისთვის ვარ ჩვენ, ამისთვის ვარ, რომ მეუბნებიან, აი თქვენ დადიხართ და ლაპარაკობთ ხალბატონო სოფო და ეს თუ ლაპარაკობთ, მაგრამ აზრი რა აქვს? მაგას რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ ნიჰილიზმი არის, გეტყვი რატომაც არის, ნიჰილიზმიც არის და იმედგაცრუება და ერთ-ერთი ესეთი სერიოზული პრეტენზია რაც მაქვს ოცნებასთან, ეს არის, რომ ოცნება მოვიდა ისეთი განწყობით ხალხის ისეთი მოლოდინით და ისეთი იმედით, რომ ამჯერად მაინც რაღაც შეიცვლებოდა, აი რაღაცა ბოლო-ბოლო მილიარდები არის პარტიის თავმჯდომარე ფულს მაინც არ მოიპარავს და ეს ხალხი გვინახავს, რომ იბრძოდნენ თქოს და რაღაც და აი ეს იმედგაცრუება ხალხში რაც არის, ხალხის ბრალი არ არის. ეს არის იმათი ბრალი, ვინც ამ ხალხს პირდებოდა და მე არ შეასრულა. მე რომ ვიღაცა მეკითხება რატო შეხვედი პოლიტიკურ პარტიაში და პოლიტიკურ ბრძოლაში, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ იმდენჯერ მომატყუეს ამ ჩემი ხა 35 წელია ვუყურებ ამ პოლიტიკას, მაინც ხა უფრო ესე რაც უფრო დავინტერესდი პოლიტიკით და ამ ხნის მანძილზე იმდენჯერ მომატყუეს და იმდენჯერ გაგვიცრუეს იმედი, მეთქი, მოდი მე თვითონ ვცდი რომ ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც როგორც მინდა რომ ყოლოდა. და ეხლა მხოლოდ იმიტომ რომ მე თვითონ შევეცდები ისეთი ვიყო, ისეთი პოლიტიკოსი, რომ მე რომ მომეწონებოდა და რა ვიცი, ეხლა ძალიან ბევრი პრობლემა არის, რომ ის მოგვარება შესაძლებელია, ნება რომ იყოს, აი ნება რომ იყოს და ეხლა მესმის რომ პატარა პარტია ვართ, ახალგაზრდა პარტია ვართ, 12 კაცი რა შეიძლება ახლა პარლამენტში აკეთო, როცა იქიდან უმრავლესობა საერთოდ დაყრუებულია და სიმართლეზე და თეთრზე გეუბნება რომ შავია, მაგრამ მე მაინც ვჯერა რომ ბრძოლას აქვს აზრი და რა ვიცი ახლა სხვა ესე რა ქვია წვეთი ან რო ხო იცით როგორ არის რა კი რა თქმა უნდა ახლა სხვა კოზი დაილიაო და წვეთი ქვას ხრեց და მე ამის ვჯერა და სხვათა შორის კიდე ესეც მინდა დაკვირვება გითხრათ 24 წლის არჩევნების წინ რომ დავდიოდი გარდაკარგ უფრო მეტი დაზაფხულობა იყო ხალხში და ეხლა იმდენად გამწარებული და გაბრაზებული ხალხი რომ აღარც ეშინიათ საუბარი
აი ეხლა ერთმა მითხრა ერთმა მოქალაქემ რომ დამე მეთქი ხომ არ გეშინია თქო რაღაც სადღაც რის უნდა მეშინოდეს აი მეტი რა უნდა დამემართოსო სამსახური მე არა მაქვსო გზა მე არა მაქვსო წყალი ხან მაგ ხან არა მაქვსო სკოლა ვერ მაღირსესო რომ ბავშვები სადღაც დამყავ შეკუჭულიო მეტი რა უნდა დამემართო ნუ ახლა თუ მოვლენდა ამ ბაბუო ჩემის დატოვებულ სახს წამბარცმევენო ფოკაია დანარჩენი რა უნდა დამემართოსო ასე ზღვრამდე მიიყვანეს ადამიანები უბრალოდ აი შიში რო კიდე რა უნდა უყონ ახლა აი რა უნდა დაემართოს იმ ადამიანს მეტი სოფო ხომ არ ფიქრობ რომ აი ასეთი საუბარი მეც ძალიან ხშირად გამიგია ხო და ხალხში რომ იმედგაცრუება შიშია ნამდვილად არის უკვე შიში ხომ არ ფიქრობ რომ ეს არის ოპოზიციის ბრალი გინდა საპარლამენტო ოპოზიცია გინდა არასაპარლამენტო ოპოზიცია ხალხს არ აქვს დაცულობის შეგრძნება კი მესმის საჯარო მოხელე გამოუშვებენ სამსახურიდან ვინ იცავს მას ხო აი ამიტომ ლაპარაკობ რომ რეჟიმია თქო აბა ავტოკრატული რეჟიმია თქო რომ ამბობ რის საფუძველზე ვამბობ ამის საფუძველზე ვამბობ იცი რა არის როდესაც აი ოპოზიციის ბრალიულობაზეც ვილაპარაკებ ახლა ის ოპოზიცია რომელმაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მთელი ავიცი როგორ ვიხარ კამპანია მოაწყო არჩევნების წინააღმდეგ კი მახსოვს რა თქმა უნდა საკუთარ ბრალეულობას უნდა გრძნობდეს და საკუთარ პასუხისგებლობას იმიტომ რომ ავტოკრატული რეჟიმის პირობებშიც კი როცა შენი ინტერესი ოპოზიციის ინტერესი უნდა იყოს არჩევნების გადარჩენა და ამ დროს შენ გამოდიხარ და ამბობ რომ აზრი არ აქვს არჩევნებს რა არის ეს აი რა ქვია მავნებლობა ქვია ამას უპასუხისგებლობა ქვია აგერ ვინ თან ახლა რასაც უყურებ ვინ ვისთან გარიგდა ხად გარიგდა რა თქმა უნდა ამას ყველას აქვს საკუთარი წვლილი მე ჩემ თავს ვთხოვ როგორც პოლიტიკოსი საკუთარ ახლა 24 წლიდან პარტიის წევრი ვარ საკუთარ თავს ერთადერთი რასაც ვთხოვ რომ უფრო მეტი რა პრეტენზიაც მაქვს უფრო მეტი უნდა იმუშაო უფრო მეტი უნდა იარო უფრო მეტი კავშირი უნდა გქონდეს ხალხთან და უფრო რა შეიძლება რა ვიცი როგორ ვითხარ ხანდახან ვამბობ რომ 24 საათი დღეში ძალიან ცოტაა თქო უფრო მეტი მჭირდება მეთქი რომ რაღაცა მოვახერხო თუნდაც უბრალოდ ლაპარაკი უბრალოდ აი არ ვიცი ხა რაც პარლამენტში ვარ ოქტომბრის ბოლოს შევედით ხო ამ 70-მდე წერილი მაქვს სხვადასხვა საქმეებზე სხვადასხვა საკითხებზე აი არ ვიცი მით დაწყებული ვიღაცა ვერ წლობით ცდილობს რომ დაიფორმოს პასუხებს და უშოთ იცით რა კი რამდენიმე შემთხვევა იყო როცა არ გაგწეს პასუხები და შემდეგ სხვანაირი მე დეპუტატი ხარ და პირდაპირ გეუბნება კონსტიტუცია და რეგლამენტი რომ დეპუტატისთვის პასუხისგაცემა აუცილებელია თუ არა სხვა შემთხვევაში სამოხელეო დანაშაულია და სანამ მესამე თუ მეოთხე წელში არ დავემუქრე რომ მიმართავ მაშინ შესაბამის ზომებს იმიტომ რომ შენ პასუხს არ მაძლევ ეს უკვე სამოხელეო დანაშაულში ადიხარ მე უკვე ვიღებ პასუხს იცი რა ხანდახან ვფიქრობ იმასაც რომ ესეც არ არის პატარა საქმე თუ ის მოვახერხ რომ ჩვენ რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ ეს ძალიან ბევრს არის ამას წინათ ერთ-ერთი მოქალაქე მეუბნებოდა რომ ვაიმეო აიო მისაო წარმატებას გისურვებთო და აი თქვენ რომ იყოთო რაღაცა თანამდებობაზე ანუ დაწინაურებას მისურვებს და ამაზე უფრო მაღალი სკამი თანამდებობა საპარლამენტო რესპუბლიკაში ვიდრე პარლამენტის სკამი უბრალოდ არ არსებობს უბრალოდ გიხსნათ ჩვენ კონსტიტუციით ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა მინისტრი პრემიერი შეიძლება შეცვალო და შენ 4 წელი ხარ პარლამენტის წევრი საპარლამენტო რესპუბლიკაში შენ გაწყვეტ როგორი უნდა იყოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა შენ აკონტროლებ როგორ მიყვებიან მე ამ პოლიტიკას და ყველაზე მთავარი შენ ხარ იქ ხალხის წარმომადგენელი სამი მთავარი ფუნქცია აქვს პარლამენტს წარმომადგენლობითი საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ხანდახან რომ ვიყურებ იქ ჩემს კოლეგებს ოცნებიდან ვფიქრობ აი ხა ამათ ნეტა გააზრებული არა ამათ ვარო გაიაზრონ სინამდვილეში რამხელა პასუხისგებლობა აწევთ მხრებზე შეიძლება გული გაუსწრეთ შიშით იმიტომ რომ უმრავლესობას გააზრებულიც არ აქვს აი გააზრებულიც არ აქვს რა ფუნქციას და როლს და მნიშვნელობას ასრულებს პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ესეც მოცემულობა აქეთ, სამწუხაროდ ასეთი ამბავი გჭირს. ხო, სამწუხაროა, რომ ამ ბოლო ხანების განმავლობაში ალბათ ჩემი კოლეგები და მე თანხმობიან ახლა, იმიტომ რომ ძალიან ჩაიკეტა სისტემა, ვერც ერთი უწყებიდან, პრეს-ცენტრებიდან, პასუხი არის ეს, დაგიბრუნდებით. ახლა დაამატეს მეორე სიტყვა, დაგიბრუნდებით, მოგვიანებით. მოვიკვლევ და დაგიბრუნდებით, მოგვიანებით. აი ასე და ამიტომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია და შეეძლოს მისი სათქმელის შესაბამის სტრუქტურებამდე მიტანა.